I'm German homelos, I drink coffee and I know things. მე-40 ეპიზოდის თემა არის პროპაგანდა როგორც ძალადობა. ალბათ პროპაგანდისტვის როგორც ძალადობის სახეობისთვის არავის შეუხედავს აქამდე, ყოველ შემთხვევაში ბევრს არავის. დიახ, პროპაგანდა არის ძალადობის არც ისე საშიში, მაგრამ მზაკრული ხასიათის სახეობა. ზოგ შემთხვევაში კი ისე მომხიბლად არის გაკეთებული, რომ ხელოვნების დონემდეც კი ადის. ანუ მასები ვერც კი იგებენ ისე ურეცხავენ ტვინებს პროპაგანდით და რაღაც სისულელით და უჭკუობით უტენიან თავებს. მე ისიც კი ვიცი, რომ ბევრს პროპაგანდის არსებობის არც კი სჯერა, როგორ შეიძლება ვინმე მან რამემ აზროვნება შეგვიცვალოსო. და გარკვეულწილად ეს დამოკიდებულება სწორიც არის. თუმცა აქ საუბარია დახვეწილ პროპაგანდაზე, ანუ შენიღბულ ინტელექტუალურ ზეგავლენაზე. პირდაპირ არ ვიტყვი, ამიტომ განვაზოგადებ და ვიტყვი, რომ შენიღბულ პროპაგანდას ხვდებით კინემატოგრაფიაში, დღევანდელ ლიტერატურაში, რომელიც განშღენთილია პროპაგანდით, სოციალურ ქსელებზე აღარაფერს ვამბობ საერთოდ. თანამედროვე ახალგამოსულ სიმღერებზე ხომ საერთოდ, უკვე სკოლების და უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებშიც კი შეღწეული აქვს შენიღბულ პროპაგანდას, თანაც ძალიან დახვეწილ პროპაგანდას. და რატომ არის ეს პროპაგანდა, ანუ ადამიანის აზროვნებაზე ზეგავლენის მცდელობა, ძალადობა? თავად განმარტება გვეუბნება. მოდით ყველაზე მარტივი შედარება გავაკეთოთ. მე მიყვარს რაღაც სიმღერა, მაგალითად, მუსიკა, წიგნი ან ფილმი. მივდივარ და ვიწყებ ჩახვეულივით იმაზე საუბარს, რომ ხალხო, თქვენც შეიყვარეთ ეს მუსიკა, ეს სიმღერა, ეს ფილმი. კაცო, ამ ადამიანებს არ მოსწონთ ეს ფილმი, ამათი ჟანრი არ არის. არ არის და რა ქნან. არ მოსწონთ ეს მუსიკა, ეს ფილმიც არ მოსწონთ. მაგრამ მე მაინც არ ვცემ პატივს მათ გემოვნებას და არჩევანს და ვაგრძელებთ დაძალებას, რომ გიყვარდეთ ის, რაც მე მომწონს და მიყვარს. ანუ ვაძალებ, რომ ჩემნაირად იფიქრონ, იაზროვნონ, ჩემნაირები გახდნენ. ახლა ეს რომ გადავიტანოთ უფრო სერიოზულ თემებში, იდეოლოგიის ან რაიმე კონკრეტული საკითხის მიმართ შეხედულების შესაცვლელ პროპაგანდაში, ეს უკვე ცალსახად ძალადობაა. აღარ უნდა ამას ზედმეტი ფილოსოფია და გაშლა. სჭირდება მხოლოდ ფიქრის უნარი, ის რაც გონიერს ბრიყვისგან განასხვავებს, ფიქრიანი გონება. ასე და ამგვარად ისეთი აზრების და დამოკიდებულებების ამა თუ იმ საკითხების მიმართ სხვებისთვის თავის მოხვევა და მათ გონებაში ძალით ჩადება, ისეთი რამეების, რაც ინდივიდის საკუთრება უნდა იყოს და არა მასების, ანუ ადამიანის პირადი სურვილი უნდა იყოს, არის ძალადობა. პროპაგანდა არის ძალადობა და ადამიანთა არჩევანის უპატივცემულობა.